Ladies and gentlemen, the officials are ready. And the fighters are ready. Ladies and gentlemen, in Tbilisi Sport Palace, are you ready? The millions watching around the world, are you ready? Integra Fighting Championship starts right now! And for attention, the prelims fights. First of them, 3 rounds in IFC in featherweight division. Please, welcome to the rage from Kyrgyzstan, Ratbek Kind Kampara. გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით IFC ჯორჯიას გვერდზე. გარდა ამისა, ჩვენი ღონისძიება ახლა დადის სპორტმეამბეზე, მიამბეზე და ყველა მაყურებელს, ვინც ახლა შემოგვიერთდა, გისურვებთ იმას, რომ ნახოთ სანახაობრივი ბრძოლები. ვიწყებთ IFC 19-ს, გერმანულ-ქართული ორგანიზაციის მეორე ივენტს. საქართველოში პირველი იყო 15 ივნისს, საკმაოდ წარმატებული, სოციალურ ქსელებში 7 მილიონი ნახვით, ამართაც ერთ-ერთი გამორჩეული. დღევანდელ ორთაბრძოლებს თქვენთვის გიორგი ტაბატაძე და ვაკო ყიფიანი გაუძღვებით. ძალიან სასიამოვნოა გიორგისთან ერთად პირველად მიწევს კომენტატორობა და იმედია რომ წარმატებული საღამო გამოგვივა. წარმატებას გისურვებ ჩემს თავსაც და რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა იმ ბრძოლებს, რომლებიც დღეს ოქტაგონზე გამოვლენ და პირველი წყვილის დავაანონსოთ რატბეკ კამბაროვი ყირგიზეთიდან და ტურპალ გედიევი საქართველოდან. ატობა ვაკო შენ წარგენისთვის ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იქნება შენთან ერთად ამ ბრძოლების წაყვანა და წარმატებებს უსურვებ მებრძოლებს იმედია რომ ძალიან კარგ და სანახაობრივ ბრძოლებს შემოგთავაზებებ. ნახოთ რა გამოვა, თქვათ მებრძოლებზე რამდენიმე სიტყვა. რატბეკ კამბაროვი გახლავთ მებრძოლი რომელიც არის ყირგიზეთიდან, მას აქვს 4 მოგება და არც ერთი მარცხი. და ასევე ხდება მებრძოლს, რომელიც გახლავთ ტურპალ გედიევი, იცის დაუმარცხებელია, ტურპალსაც 3-დან 3 ბრძოლა აქვს მოგებული. შენი პროგნოზი როგორია? თუ იცი რომ მებრძოლებს მათი ბოლო ორი ბრძოლა ვნახე, მაგრამ მაინც შეიძლება შეაფასებ. From Georgia, Turpal Sears Gediev. შენ კითხვას რაც შეეხება ვაკო მე პირადად ძალიან დაძაბული ბრძოლას ველოდები, ორივე მებრძოლი დაუმარცხებელია, სასწორე თავისი ესე რომ ვთქვათ გულიანი უდევს და არ გონია რომელიმე მებრძოლმა თავი დაზოგოს იმისთვის რომ დღეს საქართველოში გამარჯვება მოიპოვოს და უკან სახლში წაიღოს და წავიდეს გამარჯვებული. დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები და კიდევ ერთხელ წარმატებები მინდა უსურვო ამ მებრძოლებს. He's 24 years old, standing 174 centimeters tall, weighing in at 66.3 kilograms. His professional record, 4 victories and no losses. Ladies and gentlemen, representing Aykal Manas Club Kyrgyzstan, the undefeated here is Ratbek Kind Kampara.
opponent fighting out of the red corner. He's 20 years old, standing 177 centimeters tall, weighing 66.3 kilograms. Representing Team Chanaev, ladies and gentlemen, his professional record 3 victories and no losses. Ladies and gentlemen, his faithful Chechen people song representing Tbilisi, Georgia. Also the undefeated, here is Tupac Sirius Getiev. And your referee judge, Axel van Kemenade. მოკლედ ნახოთ, ძალიან საინტერესო ბრძოლა გველოდება გიო და ორივე მებრძოლი საკმაოდ ახალგაზრდა, სხვაობა მაინც არის. გედიევი 20 წლის გახლავთ, 4 წლით დია რადვე კამბაროვი და ნახოთ მოკლედ როგორ განვითარდება მოვლენები დღევანდელ დაპირისპირებაში. ველოდებით შეხვედრის საჯის ნიშანს და დაიწყება ძალიან მაგარი დაპირისპირება დღევანდელ დღეს. იმედია ერთი სული მაქვს როდის მიცემს ახლა საჯი ნიშანს რომ ჩხუბი დაიწყოს. ეს იქნება გახსნა, ესეც აღნიშნოთ და გახსნას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ეფექტი იქნება, როგორ დაიწყება ეფექტურად და აბა ვნახოთ. აი მიესალმნენ ახლა მებრძოლები ერთმანეთს, აი კარგი ჯებით დაიწყო სხვათა შორის თავიდანვე ჭიდაობას აპირებს მე მგონი კამბაროვი არა, მაგრამ რა ვიცი ნახოთ, გედიევი ძალიან რა კარგი სპინინგ კიკი იყო ძალიან კარგი. კარგად დატრიალდა გედიევი და ცოტა აცდა. კი, ნამდვილად კამბაროვი ახლა დგას და ესე რომ თქვა სამიზნე თუ ჩერდება, გადიევს რაც მე ვფიქრობ რომ ძალიან არასწორი ტაქტიკაა. გედიევი 20 წლისაა და მას ძალიან ბევრი აქვს წინ და კარგი დარტყმები იყო ახლა კამბაროვი კვლავ ჭიდაობას ცდილობდა, მაგრამ გადაიყვანა ახლა გადიევა და ძალიან კარგი დარტყმები შესთავაზა. გადიევა ესეც კარგი დარტყმები იყო ეს. ძალიან გაუტარა ფეხი. სხვა გზა როგორ ჩანს არ აქვს კამბაროვს, იმიტომ რომ არაფერი აქვს დასაპირისპირებელი. მაგარი მოარტყა. სპინინგ კიკი იყო ახლა. აი ახლა ვნახოთ გარდში შევიდა ახლა გადიევი და ვნახოთ რა სიზავს ახლა უკვე გარდში. ვნახოთ როგორ გამოიყენებს თავის შანსს. აი კადიევი კამბაროვი ახლა კარგად ბოჭავს ესე რომ თქვა არაძლევს არაფრის გაკეთების საშუალებას და აი ამ დარტყმებით მაინც აგროვებს ხულებს გედიევი გვერდში. სუსტი დარტყმებია, მაგრამ მე ხულებს წერს. და ამგონია საჯმა ახლა ააყენოს ისინი, იმიტომ რომ გადიევი მაინც ასე თუ ისე მუშაობს და დარტყმებს ასრულებს კი. მაგრამ კამბაროვის გარდშია და ვერ ახერხებს მნიშვნელოვანი დარტყმების გატარებას კამბაროვისთვის. მაგრამ ნუ ეს უნდა აღინიშნოს რომ კამბაროვისთვის ძალიან ცუდია, რადგან რაუნდი ფაქტიურად თუ ესე გაგრძელდა, წაღებული აქვს გედიევს, ასე თუ გაგრძელდა კი. აკონტროლებს ახლა გადიევი და ისეც ვერაფერს ვერ ახერხებს კამბაროვი. რა კარგი ფანჩი გაუტარა ახლა. აი ხა პარტერში შვიდად წყნარად გედიევი მუშაობს. არაფერი მას სანერვიულო არ აქვს ამ პოზიციაში. ის კამბაროვს ისევ გარდი აქვს შეკრული ფეხებით და ესე რომ ვთქვა დარტყმებს ვერ ახორციელებს გედიევის მიმართულებით. თუმცა როგორც აღნიშნე შენ თუ ასე წავიდა, ნუ წამოაყენა საჯმა საბოლოოდ. საჯმა მაინც საბოლოოდ წამოაყენეს. ეხა გედიევს შანსი ექნება ისევ აი რა კარგი ლივერ კიკი იყო, ძალიან კარგი დარტყმა გაუტარა. აი ეს დარტყმა ნამდვილად უნდა გააგრძელოს ეს აქტიურობა გედიევმა და შეიძლება ნოკაუტამდეც მივიდეთ, ისე ბრუტალურ ნოკაუტამდე, იმიტომ რომ სხვა შორის კითხა საღამოს ბონუსი თუ იქნებაო და შეიძლება გედიევმა მიიღოს საღამოს ბონუსი თუ ესე გაგრძელდა, ვნახოთ. გედიევი ეხა ძალიან კარგად აპრესინგებს კამბაროვს. კამბაროვმა რამე თუ არ შეცვალა თავის ესე რომ ვთქვათ ბრძოლის ტაქტიკაში, აი ისე ჭიდაობაზე გადავიდა კამბაროვი, მაგრამ მე რამდენი კარგი დაცვა უკვე გედიევის მხრიდან არ ვიცი, ძალიან კარგად იცავს ტეიქდაუნებისგან ეს ბიჭი თავს და აი დარტყმებსაც ახორციელებს ახლა.
კამბაროვის მიმართულებით. აი აქვს ახლა შანსი კამბაროს რომ გადაიყვანოს, მაგრამ არა, გედიომა ისევ მშვენივრად დაიცვა ტეიქდაუნისგან თავი. ნუ გამოძრა ისე. ნუ კამბაროვი უკვე როგორც ვატყობ დაღლილია. ხო და აი მიდის ჭიდაობაზე და ეს უნდა გამოიყენოს გედიომა, აბა აი ესეთი პოზიციაა რომ უნდა და აქედან თუ კარგ დარტყმებს გაუტარებს დიდი ალბათობა ისო დააფინიშოს კამბაროვი. აბა ვნახოთ. ისევ გარდში შევიდა გედიევი. აქ კამბაროვი ახერხებს გიორგი, ჩვენ უკვე ვნახეთ ერთხელ ეს სცენარი თავის დაცვას. არა, ნუ ეს რაუნდი ჯერჯერობით წაღებულია გედიოს ყველა რა უნდა მოხდეს ახლა მაშინ უნდა ამოატრიალოს, მოახჭოს, დაახჭოს, დაანოკაუტოს და ეს წარმოუდგენელია და ეს რაუნდი წაღებული აქვს ტურპალ გედიოს. ყველა ვარიანტში. წყნარად მიაქვს დარწმუნებული ვარ რომ მისი მწვრთნელები კმაყოფილები არიან ჯერჯერობით რაუნდით. აი ისევ იგივე მიმდინარეობს კამბაროვის გარდშია გედიევი მუშაობს დარტყმებს მაინც ასრულებს გულებს იწერს ამით საჯების სიმპათიას იმსახურებს აი ააყენა ისევ თავარმა რეფერი ისევ ხელში შეუძლია გედიევს ნამდვილად აი შვენიერი მუხლით შევიდა ეხა გედიევი კარგი ორი ძალიან კარგი დარტყმა გაუტარა პირველი რაუნდი თურქალ გედიევმა წამოიღო ცალსახად გედიევმა წამოიღო აღნიშნავს კიდევაც ამოდა თვითონაც ხდება Ladies and gentlemen, sponsor Hotel Piano Quarelli. Piano Quarelli Hotel cozy, wide and elegant space for your stay. Hotel with a heart. You're always welcome here. ნახოთ უკვე მეორე რაუნდი როგორი იქნება. შეიძლება მეორე რაუნდში გავიდეთ ფინიშისკენ. ტურპალ გედიევი. აი განახდება ახლა ისევ მეორე რაუნდი დაიწყება ჩვენი უმშვენიერესი გოგონები აფორმებენ ჩვენ შესვენებას ესე რომ ვთქვათ უძლიერ შესვენებას და კარგი შეცდომა არის. კონტრასეირო. Seconds out, boys. ვეის თუმცა ამონა და შეცდომებით. Round 2. მეორე რაუნდი. ნახოთ კამბაროვი რას შესთავაზებს ახლა გედიევს ძალიან ესე რომ ვთქვათ რადიკალური ცვლილებები უნდა შეიტანოს პირველი რაუნდის შემდეგ და იმედია მწვრთნელებმა ეს უთხრეს რომ პირველი რაუნდი მას დათმობილი აქვს ასე რომ უნდა გააქტიურდეს მაგრამ როგორც ხედავთ პირველ ნომრად მუშაობს ისევ გედიევი კარგი ქიქებით და ეს ქიქი იგრძნო კამბაროვმა ეხა ვაიმე ეს რა იყო მეგობრებო ეს რა გედიევმა გაფიშა რადმე კამბაროვი ფანტასტიკა და საღამოს ბონუსი ამას მართლა სჭირდება. ბრავო ტურპალ გედიევს. ეს რა იყო მართლა? არ ვიცი, ვაკო, აი ემოციების ქვეშ ვარ ნამდვილად. ესეთი რაღაც ძალიან იშვიათია და მე პირადად არ მინახავს ესე რომ ვთქვათ, ესე ვინმე გაეთიშოთ. ცოტა უფრო ადრე გამეორება ვნახოთ. სპინინგ ლეგ კიკით გათიშა ტურპალ გედიევის, რა ვიცი, საოცრება მართლაც. ძალიან მაგარი მებრძოლი მოემატა. მეოთხე ბრძოლა მოიგო ტურპალ გედიევმა, რაც იმას ნიშნავს, რომ აგრძელებს ის თავის წაუგებელ სერიას. რადმე კამბაროვმა კი პირველი ბრძოლა დათმო კარიერაში. 4 მოგება, 1 მარცხი კამბაროვის ანგარიშზე. გედიევისთვის ეს არ ვიცი. შეიძლება იცი რა არის, შენ თქვი, რა თქმა უნდა ჩვენ ვეცდებით გედიევთან კონტრაქტის გაფორმებას ხანგრძლივს, მაგრამ ასეთ ნოკაუტს რომ ვინმე ნახავს. შეიძლება კიდევ უფრო ასე რომ ვთქვათ, შეძლებულმა ორგანიზაციებმა წაიყვანონ გედიევი და ამიტომ სპონსორებს პირდაპირ მივმართოთ, რომ გამოვშვით ინვესტიციები ჩვენკენ. გედიევსაც შევინარჩუნებთ და იქნება ძალიან მაგარი ჭკუები ყოველთვის, ისე როგორც დღეს. ნუ დღევანდელი გახსნა და ეს ჭკუები ნამდვილად 65.8 კილოგრამი, ესეც არ გვითხოვ, 65.8 კილოგრამი. არა, დღევანდელი გახსნა, ესე რომ ვთქვათ, ჭკუების ძალიან მაგარი იყო, აი ძალიან მაგარი ნოკაუტი ვნახეთ, ესე რომ ვთქვათ.
და მოლდოველი სახლში მიდის მარცხნივ. ყირგიზი მაპატიეთ მაყურებლებო. ქართველმა ტურპალ გედიევმა მოიპოვა გამარჯვება, დარჩა დაუმარცხებელი მებრძოლი და საქართველოში დატოვა მოგება. აქვე აღნიშნოთ რომ MMA-ში ამ დროისთვის IFC-ში მოგეხსენებათ რომ შედეგები განულებულია და ახლიდან დაიწყო ათვლა უკვე ივნისიდან. შესაბამისად ერთადერთი ადამიანი რომელიც ამ დროისთვის IFC-ის მოქმედი ჩემპიონია MMA-ში ესწრება დღევანდელ საღამოს ეს გახლავთ შოთა ბეთლემიძე. Ladies and gentlemen, your referee in charge Axel Van Kemenade stopped this contest at 20 seconds of round number 2. Your winner by knockout victory and still undefeated Turpal Sirius Gedihev, Georgia. შეტოვა გამოვიდა და მეულოცეთ ტოპალს აუცილებლად. ხო, აღნიშნა რომ შოთა ბეთლემიძე ესწრება, რომელიც არის ერთადერთი მოქმედი ჩემპიონი IFC-ის ორგანიზაციაში, რომელმაც დაამარცხა ეგვიპტელი მოჰამედ ტანტავი. ძიმე და ისეთ დაძაბულ დაპირისპირებაში. ტოპალ გედიევი მნიშვნელოვანი გამარჯვება, თან როგორი ნოკაუტით გამეორება რომ გვიჩვენონ რეჟისორებმა, კარგი იქნება კიდევ ერთხელ. ნუ დაუკარგათ ყირგიზ მებრძოლს ძალიან კარგი პირველი რაუნდის შემდეგ. ესე რომ დაფარული დარტყმა გაატარა, ფეხში აპირებდა შეშლას როგორც დავაკვირდი და ზუსტად ამ დროს მოხდა სპინინგ ლეგ კიკი, რის შემდეგაც დანოკდაუნა. ნუ წარმატებები უსურვოთ ყირგიზ მებრძოლს ახალგაზრდა მებრძოლია მომავალი მას ჯერ კიდევ წინააღმდეგ.